მეგობრებო, საერთო გაშლით მოვედი ახლა თემა იქნება ასეთი. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი და ვნახოთ გადმოვარდა ესე იგი შეძლის პრინცესა მოლოდინის რეჟიმში ესე გაყურებს ერზე სად არის რატო არ ვახსოვარო მოლოდინის რეჟიმში ხართ როგორც ჩანს შეიძლება სესხლისტიკის წარმომადგენლებიც ბრძანდებით ამ ვიდეოს და გაშლის მაყურებელი გაშლა არის ორივე სქესისთვის შეგახსენებთ იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა კონკრეტულად ვინ ხართ თქვენ სამყაროს თვალით ვინ ხართ თქვენ რა ენერგიებში ხართ ახლა თემა და მოვიწყდა მე თქვა თემა იქნება ნანობს თქვა თუ არა თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი თქვენთან განშორებას და უნდა თუ არა რამის გაკეთება რამის შეცვლა ვინ ხართ თქვენ თქო და მზე ესე იგი ტყუილა არ თქვი რომ ცეცხლის სტიქია და ჟეზლის დედოფალი და პრინცესა მოგვივარდა შეიძლება კონკრეტულად მზე წარმოადგენს ცეცხლის სტიქის ლომის კონკრეტულად ნიშანს ეს არის ერთი პერიოდი ჩემი უსაყვარლესი კარტია საერთოდ და ერთი პერიოდი ჩემი ქუდის კარტიც იყო სუსუ თავიდან თუ გახსოვთ შემდეგ ვარსკვლავზე შევცვალე იმიტომ რომ მერწყულების კარტი არის ვარსკვლავი და სახელიც ჩემი არის სანსტარი ანუ ვარსკვლავი და მზე მაგრამ ეს მაპატიეთ პატარა გადახვევა ეს არის ლომის ნიშნის წარმომადგენლების კარტი უბრალოდ შეიძლება წარმოადგენთ ლომის სტიქიას ან ცეცხლის სტიქიას წარმოადგენთ შეიძლება ბრძანდებით ზაფხულის მოყვარული ჩემნაირად აი დღეს დადგა ზაფხული და უკვე ხასიათშიც მეტყობა და ღიმილშიც დამიწერეთ მეტყობა თუ არა სახეზე და საუბარზეც კომენტარებში თქვენი აზრები ჰეიტერებს სალამი რამდენს ვილაპარაკებ მე ვწყვიტავ ჩემ ვიდეოებში და გაშლებში ძალიან თბილი ადამიანი ხართ მოსიყვარულე მზის მოყვარული ცოტა ამ პარტავანი თქო მომდის სიტყვაზე მაგრამ ამ პარტავნება არ არის ეს არის ადამიანი რომელსაც თავის პრინციპები აქვს თავის თავი უყვარს თავისი ემოციების სადარაჯოზე დგას ასე ვთქვათ რომ სულ სითბო იყოს მის ემოციურ ფონში სულ კმაყოფილი იყოს თავად აყენებს პირველ ადგილას თავის ცხოვრებას და მე ვთვლი და ვფიქრობ რომ სწორეც არის იმიტომ რომ შენ თუ არ გიყვარს შენი თავი არავინ არ შეგიყვარებს მეტი ცოტა რაღაცნაირად ემოციებისგან გათელილ მდგომარეობაში გაჩვენებენ კალოდის ძირში ეს არის ხუთიან თასი ეს არის თქვენი მოვლილი ბაღი სადაც თქვენ ემოციებს მიჩექმეს, გადაჩექმეს, გაიღვიძეთ და ესეთი ემოციური ფონი დაგხვდათ, თქვენი ემოციები ძირს დაყრილი, ცოტა შოკში ხართ, რა მეშველება ახლა და ამდენი მოუარე, ამდენი ემოცია, ენერგია, ძალა, ყველაფერი ჩავდი ამ ყველაფერში, რომ ესეთი ლამაზი ბაღი მქონოდა და ემოციებით ყოფილიყავი და უეცრად დამხვდა აი ესეთი ყველა ემოცია დაყრილი, არავის არ აღელვებს ჩემი მდგომარეობა, ჩემი ჩადებული დრო, ენერგია და რა მეშველება, აი ესე ხართ, ვაიმე რა მეშველება. გაოცებული პრინციპში, შოკირებული ემოციური ფონისგან, ეს არის სავარაუდოდ თქვენი პარტნიორისგან მომდინარე, ყოველას თქვენი გექნება დეტალებში საერთო გაშლა შეიძლება საერთოდ რაღაცა ნაწილი გეხებოდეთ თქვენ ან სრული გაშლაც გეხებოდეთ შეიძლება საერთოდ ჩაგიაროთ ამ გაშლამ ისე რომ თქვენზე არ იყოს ასე რომ იდენტიფიკაციას დააკვირდით ხოლმე საერთო გაშლაში უნდა ხვდებოდეთ ყველა დეტალი რომ ყველასი არ იქნება ესეთი უაზრო კომენტარები ზოგიერთი რომ მიწევს პირდაპირ მიბრძანდებიან ხოლმე შავსიაში გაითვალისწინონ ასეთმა ადამიანებმა ემოციურად დათრგუნულ მდგომარეობაში ხარ შესაძლებელია გადაადგილებაში მიდიხართ ან აპირებთ არ ვიცი დასვენებას არ ვიცი გეზი აიღეთ რაღაცა შვებულების რომ სულიერად და ემოციურად ცოტა რელაქსში ჩავარდეთ ან რაღაცნაირად მენტალობა ექვსიანი ხმალი არის უფრო მენტალური მდგომარეობა როგორც მინიმუმ თქვენი აზროვნება და მიმართულება ცხოვრებისეული შეიცვალეთ სტრატეგია აიღეთ რომ თქვენ უნდა ატაროთ ეს ნავი რომ თქვენ უნდა მისცეთ ასე ვთქვათ გეზი თქვენ ცხოვრებას და საით წახვიდეთ ასე ვთქვათ თქვენი თავი ხელში აიყვანეთ და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ წინ იაროთ
ყველა ვარიანტში თუ ტერიტორიულ გადაადგილებას არ აქვს ადგილი და გადაადგილებაში ეხლა არ ხართ, ან არაპირებთ, ასე ვთქვათ, უახლოეს პერიოდში რაღაცა მაქსიმუმ 1 თვის ვადებში გადაადგილებას, ეს არის მაშინ თქვენი მენტალური მდგომარეობა, რომ ზურგი იცვალეთ და რაღაცა გაუთვალისწინებელი მოვლენებიდან გამომდინარე შეცვალეთ თქვენი მიმართულება, ცხოვრებისეული, გადაადგილება, რაღაცა სხვანაირი აზროვნებით მიუდექით ამ ყველაფერს. საიდუმლოა გვეუბნებიან, საიდუმლოა არ აფიშირებთ, შეიძლება თქვენ გეგმებს, თქვენ წარმოსახვას, რომ საითკენ მიდიხართ და საით გადაუხვიეთ და რომელ ნავში ჩაჯექით და ვისთან ერთად ივლით აწი ამ ნავში არ აფიშირებთ და ძალიან კარგიც არის, რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ეცოდინება თქვენი კონკრეტული გეგმები, იცოდეთ, რომ მით უფრო რეალიზება და ხორცშესხმა გარანტირებული გექნებათ და რაც უფრო ბევრს ილაპარაკებთ, უფრო არ გამოგივათ. ჩემი ნათქვამი არ არის, ეს არის ცნობილი ფაქტი, რომ ნაკლებად ისაუბროთ თქვენ გეგმებზე, უფრო საიდუმლოდ დატოვოთ ხალხისთვის და რომ გამოგივათ და რომ იქნებით ჩემპიონი ჩვენი კვარასავით, რომელმაც გაგვახარა და ოცნებები ხდებაო, დაგვიმტკიცა კიდე ერთხელ და სამყარომ გვაჩვენა, რომ ოცნებები, ლოცვა და ყველაფერი სამყაროს ჩვენი ესმის, იმ ოცნებისკენ უნდა ვიაროთ. აი ესეთ თქვენს შემოაბრუნეთ რაღაცნაირად თქვენი ოცნებების ნავი და ახალი მიმართულებით მიდიხართ. ვინ არის თქვენი პარტნიორი? ამაზე აღარ დავიწყებ იდენტიფიკაციას, თუ ატყობთ, რომ თქვენზეა ეს გაშლა, უყურეთ ბოლომდე, თუ არ არის თქვენზე, მაინც დამილაიქეთ, გვერდზე დამიდექით თქვენი სიყვარულით, ასე ვთქვათ, გააზიარეთ და აკომენტარეთ და გადმოდით ჩემ გვერდზე და არჩიეთ სასურველი გაშლა, პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში. უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მოასწარით, იმიტომ რომ შემდეგ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში საქართველოდან მივფრინავ, დავბრუნდებით და განვაგრძობთ თქვენ პირად და საერთო გაშლებსაც. რაც შეეხება თქვენ პარტნიორს, გავიგოთ რა მდგომარეობაშია, უცებ მისი ემოციური მდგომარეობა და 2 კარტი ერთად ამოდის, პენტაკლის პრინცი ამოდის და 8 ჟეზლი. ესე იგი ძალიან ნელი ტიპაჟია, ერთი ნაბიჯი რომ უნდა გადმოდგას, ამ დროს 2 ნაბიჯს უკან დგავს და პირიქით აი კარგი ნათქვამია, ზადნს აძლევს. რაღაცნაირად სულ წინაღობაშია და ძალიან კუს ნელი ნაბიჯებით, მაგრამ ყარად მოიწევს თქვენსკენ, იმისკენ, იმ აზრისკენ, რომ მწიფდება თითქოს როგორც რაღაცნაირად ხილი ნაყოფი, რომ აი რაღაცა ინფორმაცია უნდა საჰაერო გზით მოგაწოდოთ. ეს იქნება SMS-ზე კონტაქტზე გამოსვლა, ზარით კონტაქტზე გამოსვლა, საჰაერო გზით, ტელეფონი, რაღაცა, დეპეშა და წერილები აღარ დადის, მაგრამ მეილი, თუ ვინმეს მეილით გაცვლა გამოცვლა ერთმანეთში გქონდათ ასეთი საჰაერო გზით მწიფდება მასში ეს ინფორმაცია, რომ ენერგეტიკა რომ უნდა გამოვიდეს უკვე კონტაქტზე, იმიტომ რომ თქვენ მისთვის კალოდის ძირში ამოდიხართ საყვარელი დედოფალი, წყლის სტიქიის დედოფალი, ასევე შეიძლება 2 ნაწილად იყოს მაყურებლები ამ გაშლის და მამაკაცებმაც თქვენ თავზე მოერგეთ. წყლის სტიქიაც ეს არის შეიძლება ბრძანდებით თევზები, კიბორჩხალა ან მორიელის ნიშანი, მაგრამ შეიძლება უბრალოდ ხარ ძალიან ემოციური, თბილი, მოსიყვარულე ქალბატონი და მისთვის საყვარელი ქალბატონი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, მისთვის ემოციების მიმცემი და ძალიან ძვირფასი ამხრივ ადამიანი, ამიტომ ადამიანი უკვე ხვდება, რომ ნელი ნაბიჯით და მყარად რომ მოიწევს უკვე ამ აზრისკენ, უკვე უნდა იმოქმედოს და რაღაცა შეცვალოს, იმიტომ რომ ეტყობა თქვენ ენერგეტიკას შორიდან კითხულობს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ უკვე მისგან შეცვალეთ სტრატეგია და სხვა მიმართულებით იყურებით. ნანობს თუ არა გავიგოთ თქვენთან დაშორებას და თუ რამე გულში ხინჯად გაქვთ, თავის დანაშაულს ხვდება თუ არა ამ მიმართულებით. უეჭველი ნანობს 21 მაღალი არკანით, ეს არის რაღაცა ერთი პერიოდის დასასრული, რომელიც მასში აი რაღაცა ლოცვის მდგომარეობაშია, შეიძლება სოციალურ ქსელში გაკვირდებათ 21 მაღალი არკანი, ეს არის სოციუმის კარტი, ეს არის ინტერნეტის კარტი, გლობალური მასების კარტი, სოციუმში გაკვირდებათ და აი გაშტერებულია ღვთაებასავით თქვენ ფოტოებს აკვირდება და უყურებს ძალიან ხშირად 6-იანთასით. გიხსენებთ ემოციურ თქვენ შეხვედრების პერიოდებს, ნატრულობს და ნატრულობს იმას, რომ ერთად ჩადოთ რაღაცა თესლი, ერთად აღმოაცენოთ და დუეტში იმოქმედოთ ისევ როგორც ადრე.
ბედის ბორბალით ელოდება ამ შანსს ბედისგან. ეს არის ძალიან კარგი შანსი მისთვის და ეს შანსი მოვა სავარაუდოდ